მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს უნდა ვისაუბროთ ფერდინანდ ფორშირახის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მარჯანიშვილის თეატრში ტერორი, რომლის რეჟისორს გახლავთ თემოფილ ბრავა, ქალბატონი მაკალასაძე, ქალბატონი რელა არამეძიანიან ჩვენი სტუმრები და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სპექტაკლზე, რომელიც გონია რომ ძალიან ზუსტ დროს არის დადგმული, იმიტომ რომ დასაწყისშივე პერსონაჟებიც და თვითონ პროგრამაც გვაქვს ხო აუცილებლად სპექტაკლის ბოლოს განაჩენი უნდა გამოიტანოს მაყურებელმა და იქვე გეუბნება მსახიობი რომ როდესაც ჩვენ აწერ ან წითელ ან თეთრ ფურცელს არ შეხედე შენს მეზობელს, იმიტომ რომ იცოდე რომ დამოუკიდებლად ამიღებული გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის გრძნობა გქონდეს, როდეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ყოფაში და ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ სოციუმში ჩვენ თვითონ ვიყოთ რაღაც გადაწყვეტილებების მიმღები და არ ვიყოთ ვიღაცაზე ან რაღაცაზე დამოკიდებული და ამ კუთხით აი ეს პასუხისმგებლობა, რომელიც სპექტაკლის დაწყებისთანავე ეკისრება, რომ ეხლა მიდის სასამართლო პროცესი და ეს კაცი დამნაშავეა თუ არა, ამის გადაწყვეტილება შემიღებ, კიდევ უფრო აორმაგებს იმ სიამოვნებასაც და პასუხისმგებლობასაც, რასაც მაყურებლის ადგილას ჩნდება ქვია. ქალბატონო მაკა. პირველ რიგში როგორ შეაფასებთ ამ სპექტაკლს და მე უკვე მისაუბროთ თვითონ შემოქმედებით. დიახ, მოგესალმებით. ნიკა, როგორც აღნიშნე, მართლაც ძალიან აქტუალური არის დღეს ამ სპექტაკლის დადგმა და თვითონ ფორმატს, რომელიც დრამატურგის ნაწარმოებიდან გამომდინარეა, ანუ მაყურებელი უშუალოდ მონაწილეა იმისა, რაც სცენაზე ხდება. და სწორედ აი ეს მოვალეობის პასუხისმგებლობის გზნობა თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თავისთვის, ანუ რა არის დღეს ღირებული და რა არის ფასეული, აქ მოკლედ ამბავი არის ასეთი, რომ ტერორისტი გაიტაცებს თვითმფრინავს, უნდა დასვას, უნდა აფეთქოს აეროდრომზე, ჩამოაგდოს და პილოტი გადაწყვეტს, რომ აი ბოლო წუთებში ეს თვითმფრინავი ჩამოაგდოს, სადაც 164 მგზავრია და 70,000 ადამიანი გადაარჩინოს. და აი სწორედ ამაზეა, რომ მართალია თუ არა ეს პილოტის გადაწყვეტილება და ანუ რა შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის სიცოცხლე აიღო და გაწირო, იმიტომ რომ სხვა ადამიანი გადაარჩინო. აი ეს ეგზისტენციალური და რაოდენობაშია საქმე. და აი მთელი სპექტაკლი და თავიდანვე შენ გეუბნებია, რომ შენ ხარ ნაფიცი მსაჯული, ანუ ყველა მაყურებელი არის ნაფიცი მსაჯული და შენ უნდა გამოიტანო ბოლოს განაჩენი, ეს სწორი იყო მისი გადაწყვეტილება თუ არ იყო სწორი. და აი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ხარ ძალიან დაძაბული, ემოციურად ადევნებ მართლა ამ თვალს ამ მიმდინარე, ანუ იქ დაკითხვა ხდება, მოსარჩლე არის ქალი, რომელმაც ქმარი დაკარგა, ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა, მაგრამ ნელ-ნელა აი პირადად ჩემთვის რატო გავამარცხლე, მე რო ვესწრებოდი სპექტაკლს, ანუ ეს მფრინავი გავამარცხლე, იმიტომ რომ აქ მოხდა ყველაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ, ანუ სახელმწიფო სტრუქტურებმა თავის პასუხისმგებლობა მოიხსნეს და აი ამ ადამიანს დააკისრეს. და როდესაც აი სწორედ ამაზეა სპექტაკლი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა, კანონი არ პასუხობს რეალობას, შენ ადამიანი იღებ უკვე პასუხისმგებლობას და აი სწორედ ამიტომაც მე საბოლოო ჯამში გავამარცხლე ეს ანუ ატაინაურის მფრინავი. მინდა აქვე აღნიშნო, რომ ანუ ეს ფსიქოლოგიური ნიუანსებით გაჯერებული დადგმა, სადაც სამსახიობო ანსამბლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კარგად ასრულებენ. ნუ შეიძლება რაღაცა იქ პატარა შენიშვნები მქონდეს, აქ ორი შემადგენლობა როგორ არის ერთი ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც არ იცვლებიან, ეს არის ეკაჩხეიძე, ეს არის ალეკო მახარობლიშვილი, იცვლება ძირითადად პროკურორი და ადვოკატი, დიახ. მე ვნახე ბუბუტეიშვილის და ნინი კვირიკაშვილის მიერ
ნინი კვირიკაშვილი ადვოკატს თამაშობს და ანუკი ბუბტეიშვილი პროკურორს ცოლს. არა, პროკურორს თამაშობს. და აი ეს მსახიობებიც ისე ანსახიერებენ ამ თავის პერსონაჟებს, რომ შენ ყველას მიმართ გიჩნდება თანაგანცდა და ფიქრობ იმას, რომ აი ყოველი მათგანი მართალია. ერთადერთი ვის მიმართაც თანაგანცდა არანაირი არ მქონდა, სწორედ ამ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლის ალეკო მახარობლიშვილი თამაშობს ერთ-ერთ ჩინოვნიკს, რომელიც ამ მოკლედ იყო პასუხისმგებელი ამ იმაზე და რო აღმოჩნდება პროკურორი უსვამს სხვათა შორის ამ კითხვას, რომ კი მაგრამო ამ 1 საათის განმავლობაში რაც თვითმფრინავი ჰაერშია, რატომ არ დაცალეთ ის სტადიონი, რატომ არ გაიყვანეთ ხალხი? თუ თქვენ იცოდითო, რომ იმის და მიუხედავად, რომ არ იყო ეს ბრძანება, ეს მფრინავი მაინც ჩამოაგდებდა ამ თვითმფრინავსო. მოკლედ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ გაკეთებულია იგივე ეს ვიდეო ინსტალაციები, ძალიან ზუსტად არის, დღეს ძალიან ხშირად ხმარობენ ამას და ზოგჯერ უადგილოდ და ეს ძალიან ორგანულად არის ჩასმული, იქ მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფ. ერთადერთი ცოტა აი ვერ მივხვდი და ცოტა მე გამაღიზიანა, მაგალითად რატო აცვია ეკა ჩხეიძის მოსამართლეს წითელი მანტია და წითელი ხუდა. ამ წითელზე რაღაცა ის და არ ვიცი რატო. და დანარჩენი ყველაფერი სცენოგრაფია ძალიან ისე არის კარგად გაკეთებული და რა ვიცი. მე პირველ რიგში ალბათ რაც მინდა აღნიშნოთ, მოგუბრავა, რომ აპატიჟება ახალგაზრდა მსახიობებს, ახალ სახეებს ჟურნალის თეატრში. რომ აი ეს იყო შანსი ზოგიერთი მათგანისთვის, რომ პირველად საკუთარი შესაძლებლობები დამოჩნდა. მაგრამ მე გაგახსენოთ ჩვენი პედაგოგი დაათმებული ვარ თქვენთანაც ყვებოდა ამ ისტორიას. როდესაც ითქმოდა რუსთაველის თეატრში, როცა ასეთი სიყვარულია, სასამართლო პროცესი ხო შემოდიოდა კაცი მანტით, სერგო ზაქარიაძე პარტელი და ინგრეოდა სტანისლავსკის უხილავი კედელი და თურმე შე რო გეგონა მაყურებელი, ვერცე კეჭდა მოქმედი გმირი, მე მგონი თამარა თარხნიშვილი და ადიოტესიც. და აი რაღაცა ეს ემოცია დატრიალდა, ეს მეუღლის შემოდის სპექტაკლის დასაწყისში, ჩდება და სადღაც შუაში ადის სცენაზე კი ბუტონ. ჩემ დღეს და რა ვიცი ჩლება თუ არა თამაშობდა ანიკო ეზიაშვილი. ესე იგი, აი ანთროპოლოგიური რაღაცა ლტოლო, აი ორი სავარძლეთ იქით იჭდა. აი ამ მაყურებლის და შემოშუდა პერსონაჟის იყო ისეთი რაღაცა გადამდები, რომ აი ბოცული იყო ნახევარი პარტერი მისი აი ამ პროცესების და მე ისე ითამაშა. ამ ბავშვმა და ისეთი სცენა ქონდა რაღაც ერთ მომენტში, რომ ეკა ჩხეიძე რო გადმოდის, აი ეკაც შეძრული მოსამართლეც და ადამიანიც ამ სცენით და ისეთი ემოცია დამებოდა, რომ სრავლები ვერ შევიდავ, იმიტომ რომ მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან საწუთი დაიბადა და ცოტა ჯანმრთელობას ვარ უხდელდება მსახიობი იქამდე იღავს ეს ძალიან ისეთი ამაღლებელი სცენა. არ შეიძლება არ ახსენო და არ ამოვხადო კიდე ერთხელ ჩემი ახლოვანება ნატალია გაბისონიეთი, რომელიც უბრალოდ უგემოვნო პროვინციული, არაორგანული, არაბუნებრივი ინტონაცია კერნია, ის სუნთქვა არ გააჩნია, იმდენად ორგანული ამ პოპერს და როგორც კი იწყებს ამ თხრობას, აი იმ როცა მსახიობი ძალიან მოგწონს ხო ცდილობ რომ რაღაცა როცა სასამართლოა არ გინდა რომ ისკენ იყო, იმიტომ რომ გინდა რომ ობიექტური იყო ბოლოს გადაწყვეტილი. არ ვიცი, მგონია რომ აი ამ კუთხითაც გირჩევთ ნამდვილად წირდასო. მაყურებლები რომ მიხვიდეთ და ნახოთ, იმიტომ რომ რამდენიმე სრულიად არაჩვეულებრივი სამსახიობო ნამუშევარია. ნელა თქვენთვის აი საინტერესო და ამაღელი. მე ესე ვფიქრობ, რომ რასაკვირველია ეს მსახიობების სპექტაკლი აბსოლუტურად დავეთანხმები მაკას, რომ ძალიან შთამბეჭდავი, ასე ვთქვათ, სამსახიობო ანსამბლი იყო და მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნატალია გაბისონია ჩემთვის თანამედროვე ქართულ თეატრში დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა, მოდი ესე დავარქმევ. და მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი დაიწყო სპექტაკლი სადღაც აი 15 წუთში მე უკვე ვიცოდი, რომ მე უნდა გამემართლებინა მაიორი კოხი
ჩემთვის იმდენად დიდი ემოციური ბმა იყო ნატალია გაბისონიას პერსონაჟთან, რომელიც პროკურორს თამაშობს, რომ რაღაც მომენტში და დიდხანს ვფიქრობდი, რომ მე არჩევანი შემეცვალა და წითელი ბარათი ამეწი, ანუ გამემტყუნებინა ეს სამხედრო მაიორი. ანუ იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი აი ეს დამოკიდებულებები. თუმცა ბოლოს მე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ გავამართლე პატაინაურის პერსონაჟი. რატომ? იმიტომ რომ დაგეთანხმებით, რომ ეს არის სპექტაკლი არის პასუხისმგებლობის გააზრებაზე და ეს ადამიანი 31 წლის ახალგაზრდა სამხედრო მაიორი აღმოჩნდა დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომელთაც ვერაფერი ვერ გააკეთეს იმ 52 წუთის განმავლობაში, რომ შეეჩერებინათ ეს დიდი ტერორისტული აქტი. ასე რომ აი ამისთან ადამიანებზე დგას მე რაღაცა პასუხისმგებლობა და მან გაიაზრა ეს პასუხისმგებლობა, თუმცა რასაკვირველია იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც წითელი ბარათი ასწია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გვართ ნაფიცი მსაჯულები და არა მაყურებლები, როდესაც ამ სპექტაკლს უყურებთ და სტატისტიკურად უფრო ცოტა, მაგრამ რა თქმა უნდა ვიღაცებმა აწიეს წითელი ბარათი. ყველა ჯერზე მე ვკითხე რეჟისორს და ყველა ჯერზე სხვათა შორის ლელა უკაცრავად თურმე თვითონ თემურ კუპრავას აქვს ნათქვამი, რომ ესე იგი ძალიან ბევრ ქვეყანაშია ეს სპექტაკლი ამ პიესის მიხედვით დადგმული, ყველგან ამართლებენ გარდა იაპონიისა. თუმცა აი ერთადერთი სადაც გამოაქვთ ესე იგი გამამტყუნებელი განაჩენი ყოფილა იაპონია. დანარჩენი მთელ ევროპაში ყველგან გამოაქვთ თითქმის არ არსებობს რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიცა. მნიშვნელოვანი ფრაზას ეუბნება ნატალია გაბისონის პოს თქვენ ოხილსეული ადამიანი ხართ. ეს ძალიან მორალური კოდექსი გააჩნია და ეს სრულიად გააზრებული პასუხისმგებლობა. თან არ გასაუბრებელი ის დრო რომ ეს უცბად უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ეს არ არის რაღაცა ტების საფიქრელი. ამიტომ ამას ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ბოლოს მაინც იქამდე მივდივართ, რომ მე რეცენზია დავწერე ამ სპექტაკლს და ბოლოს ესე დავამთავრე. თქვენ როგორ მოიქცეოდით და როგორ მოიქცეოდით მაშინ თუ იმ თვითფრინავში იქნებოდა ოჯახის წევრები. აი აქ ეს უკვე არის ძალიან ხო, ამ კითხვას უსვამს ხო პროკურორი მაიორს ოხს ვინც ჩამოაგდო და ისე უბნება რომ არ ვიციო, ვერ გაგცემო ამაზე. ხო, ძალიან ძნელი გადა როგორ მოიქცევი თუ კი შენი ოჯახის წევრი იქნებოდა იმ თვითფრინავში. ხო, ძალიან ძნელია ამის აქ უნდა ახსენოთ აუცილებლად პატაინაური, იმიტომ აი უყურებდი და უკვე რაღაცა ეს პატარა ბიჭი რომელიც იყო და უცბად რაღაცა დიდი ოსტატი გახდა, რომელმაც თავისი საქმე გადასარევად იცის ამასობაში რაღაცა აი მნიშვნელოვანი სახელი და კვალი თეატრო ესეთიკა. ნამდვილად. აი ისეთი სწორად განაწილებული პიესა, ძალიან ზუსტ დროს აღებული პიესა. ნამდვილად. და თემურ კუპრავას სასახე ყველაფერზე ველაპარაკდა, მაგრამ ეს ყველაფერი არის რეჟისორი. რა თქმა უნდა, აბარა. ეს მოუყარდა თავი და აი ასეთი სანახაობა მივიღე და აუცილებლად გირჩევთ, რომ იხვიდეთ წაიყვანოთ თქვენი შვილები, აი სკოლის დამამთავრებელი ასაკის. კი ბატონო. აი ეს პასუხისმგებლობა ეს რაღაცა სამოქალაქო პასუხისმგებლობა ქლება, მორალური კოდექსი კი და უბრალოდ გააზრება იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენი ცხოვრებით ვიღაცაზე ან რაღაცაზე პასუხისმგებლობით ძალიან მნიშვნელოვნად ჩანს ამ სპექტაკლში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მაკავასაძე, ქალბატონი ლელა არაბიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. საუკეთესო სურვილი გთქვით. ნახვამდის.